მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლამრი. ეს არის ჩემი არხი კეტო მეგობარი. თუ თქვენ ხართ კეტო დიეტაზე, ან აპირებთ ამ დიეტის დაწყებას და გინდათ რომ გემრიელი და მატისაღმძვრელი კერძი გაამზადოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრებისთვის, მაშინ აუცილებლად უნდა უყუროთ დღევანდელ ვიდეოს. რადგან დღევანდელ ვიდეოში შემოგთავაზებთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძალიან მოთხოვნადი იტალიური კერძის ლაზანიას კეტო მეგობრულ ვარიანტს. მანამდე კი მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი კერძის კეტო მეგობრული ვარიაცია შემოგთავაზოთ. დავიწყოთ პირველ რიგში ლაზანიას ფირფიტებით. ალბათ გაინტერესებთ, რას გამოვიყენებთ ლაზანიას ფირფიტების მაგივრად. ლაზანიას ფირფიტების მაგრად მე გადავწყვიტე გამოვიყენო ბადრიჯანი. ბადრიჯანი გავწქვენი. ძალიან თხლად დავჭერი, დავამარილე. ახლა ამას გავწურავთ და შევწყვოთ ზეითუნის ზეთში. ლაზანიას ფირფიტების შესახებ უკვე გავიგეთ. ახლა გავიგოთ თუ როგორ გავამზადებთ შიგთავს. შიგთავს ჩვენ არ ვცვლით, გამომდინარე იქიდან, რომ შიგთავსი აბსოლუტურად კეტო მეგობრულია. ჩვენ ვიყენებთ ამ შემთხვევაში ქათმის ფარს, გვექნება ხახვი, რომელსაც მოვშუშავთ, სტაფილო და პომიდორი. ასევე გამოვიყენებთ 1-2 კოვს ტომატს. ტომატის გამოყენებისას აუცილებლად მიაქცეთ ყურადღება ეტიკეტს და არ უნდა იყოს მის შემადგენლობაში მითითებული დანამატების შაქრის სახით. ყველის სახით გამოვიყენებთ მე სულგუნის ყველს, რადგან მოცარელას მსგავსი კონსისტენცია აქვს, თუმცა შეგვიძლია თქვენ ან მოცარელა გამოიყენოთ, ან სულგუნის ყველი, რა თქმა უნდა, გემოვნებით. ასევე სუნელების სახით ვუზამთ შავ პილპილს, ორეგანოს და მარილს. სოუსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ბეშამელის სოუსს ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ გამოვიყენებთ, რადგან მისი ძირითადი ინგრედიენტი არის ფქვილი და ფქვილი კეტოზე არ გამოიყენება, ამიტომ გავაკეთებთ სოუსის გარეშე, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფირფიტების მაგივრად ვიყენებთ შემწვარ ბადრიჯანს, იქნება საკმაოდ ნოტიო და გემრიელი და არ იქნება მშრალი, ასე რომ სოუსი არ იქნება სავალდებულო ამ კონკრეტული კერძის შემადგენლობაში. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ მომზადების პროცესზე. მეგობრებო, მოდი ახლა პირველ რიგში შევწვათ ბადრიჯანი, რადგან მოასწროს გაციება, სანამ შემდგომ უკვე ჩვენ შიგთავს მოვამზადებთ. უკვე კარგად დაიბრაცა, ამოვატრიალებთ. სასურველია ბადრიჯანი კარგად გავწუროთ, რომ არ იყოს არასასიამოვნო სტრუქტურის. ეს უკვე შეიწვა, გადმოვიღოთ თეთრზე. მოკლეს მეგობრებო, ჩვენი ლაზანიას ფირფიტები უკვე მზად არის და ახლა გადავიდეთ ფარშის მომზადებაზე. თავაგდოთ კარაქი და ჩავყაროთ ხახვი. სტაფილო. ჩავასხოთ პომიდორი. 2 კოვზი ტომატი. ბოლოს უკვე ვამატებთ ჩვენს ფარშს. ჩვენი გულსართიც უკვე მზად არის და ნელ-ნელა დავიწყებთ აწყობას. მეგობრებო, მოკლედ უკვე გავამზადეთ ჩვენი ლაზანიას გულსართი. ასევე მზად გვაქვს ბადრიჯნის ფირფიტები და ყველი. ახლა უკვე უნდა დავიწყოთ აწყობა. ამისთვის დაგვჭირდება ცეცხლგამძლე მინის ჭურჭელი. ამაში ჩავაწყობთ ჩვენს ბადრიჯნის ფირფიტებს. პირველი ფენა ბადრიჯნის ფირფიტები უკვე დავალაგეთ, ახლა ამას ზემოდან მოვაყაროთ გულსართი.
აი ასე გამოიყურება პირველი ფენა, ამას ახლა მოვაყრით ყველს. ახლა ვიწყებ უკვე მეორე ფენის დალაგებას. აი ასე გამოიყურება ჩვენი ლაზანია, რომელსაც ახლა გამოვაცხობთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. მეგობრებო, წინასწარ უნდა გაახუროთ ღუმელი, აუცილებლად 200 გრადუს ტემპერატურაზე. ახლა შევდგათ ჩვენი ლაზანია ღუმელში და დაველოდოთ დაახლოებით 9 საათი და შემდგომ შეგვიძლია უკვე გამოვიღოთ და დავაგემოვნოთ. მოკლედ, ჩვენი ლაზანია უკვე მზად არის, ახლა გამოვიღებ ღუმელიდან და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება და რა თქმა უნდა თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. მოკლედ ნიკოლოზმა რომ გაიგო რომ უნდა დაგვეგემოვნებინა საკვები, გაიღვიძა და გადაწყვიტა რომ შემოგვიერთდეს, ხოდი? მოდი აბა გავსინჯოთ როგორი გამოვიდა. შიგნით ყველი ჩადნა და წელვადი სტრუქტურა აქვს და მართლა ძალიან გემრიელია. ნეტა შენიცოდე ხა ამის გემო. არაჩვეულებრივი გემო აქვს. აი დიდად არც განსხვავდება ორიგინალი ლაზანიესგან. მოკლედ მეგობრებო, თუ კეტოზე ხართ, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ეს ლაზანია თუ მოგენატრად. ნამდვილად ლაზანიას გემოს გაგახსენებთ. მაგრამ თუ არ ხართ კეტო დიეტაზე, იმდენად გემრიელი საჭმელია, რომ შეგიძლიათ ისედაც მომზადოთ ეს და მიირთოთ თქვენს ოჯახის წევრებთან ერთად. მე გავაკეთე ქათმის ხორცით, რადგან ისედაც ძალიან მსუყია ზოგადად ლაზანია. და თან ბავშვებსაც რომ მეჭამათ, ცოტა მსუბუქი იქნებოდა ქათმის ხორცით და ამიტომ გადავწყვიტე ქათმის ხორცით გაკეთება. აქ მოკლედ ცხიმის სახით გვაქვს ზეითუნის ზეთი, კარაქი, ყველი, ცოტაოდენი ქათმის ცხიმი. დანარჩენი უკვე ცილის სახით გვაქვს ქათმის ხორცი, ბოსტნეულის სახით გვაქვს ბადრიჯანი, სტაფილო, ხახვი და პამიდორი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ 3 კვირაა რაც კეტო დიეტა დავიწყე ხელმეორედ და უკვე 5 კილო მაქვს დაკლებული და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერთან ერთად საერთოდ არ ვგრძნობ თავს ცუდად და ძალიან მაგრად ვგრძნობ. ბუნებრივი ხა ესეთ რაღაცებს რო ვჭამ, რატო უნდა ვიგრძნო თავი ცუდად. და თქვენს გირჩევთ, რომ ასეთი ჯანსაღი კვება ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში. ხოდე, შენც ურჩევ, ხო? თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ კიდევ ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი კერძი შემოგთავაზოთ. კეტო მეგობრული ვარიაციები და ასევე ახალი ჩემებური ვარიანტები. მოკლედ, ძალიან ბევრი და საინტერესო იდეები და გეგმები მაქვს. თუ გამოიწერთ ჩემს არხს, არაფერი არ გამოგრჩებათ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.